აბა თუ მიხვდებით რომელ ქუჩას ხუმრობით რა თქმა უნდა უწოდებენ თბილისში კლინიკების და სამანტყოფოების ქუჩას, რა თქმა უნდა ეს ლიუბლიანას ქუჩაა. და აი აქ აღმოვაჩინეთ კლინიკებს შორის სასაუზმე სწრაფი კვება, რომელიც აუცილებლად უნდა დავათვალიეროთ. ქალბატონებო, ეს რა არის? რის რაპორია? ნარჩენებია და ამას რითი აკეთებთ? თქვენი საჭმელია და ამდენ ორცხობი. ხო და ამას ჭრით და აკეთებთ? კარგით. ამჯერამ არა დავიჭერებ, კარგი. მასე იყოს. იატაკზე არ უნდა იდოს პური. აქ ვნახოთ მაცივარში რა ხდება. აი ეგ რკინები არის, თუდი რომელიც ვიცი. აბა თუ გაიხსენებთ რა ქვია? კოროზირება. ხო. კოროზირებული. და ხო შეღებავთ? კი, ვიცი, ეს ეხლაც რო გავწმინდა ვიცოდი, მაგრამ აჰა, რო გაწმინდეთ, მაშინაც მივხვდით, რომ კოროზირებულია. ეს ახალი გაკეთებულია, ხო, რაღაც საწებელი არის რაღაცის. ხო, თქვენთვის არის, კი ბატონო. ეს რა არის? ლობიანებისთვის. კი ბატონო, შეზავებული, გამზადებული. ანუ ეს შიგთავსები არის, გამომცხვარი პროდუქტი. კი ბატონო, მისაღებია. ოღონ რა უნდა იყოს მათზე? ეტიკეტები, ვადები. მოდით, ხარ გავცვალოთ როლები, მწყინვალეთ იცით ყველაფერი. სახლში ალუმინის ქვაბში საჭმელს რო ვაკეთებთ, რას ვაკეთებთ? ალბათ ემალში გადაგვაქვს, ალბათ კი არა, გადაგვაქვს, უეჭველი გადაგვაქვს და აქ რა ტოვტოვებთ, აქაც უნდა გადავიტანოთ. ეს უკვე სერიოზული კონდენსატია და სერიოზული. აქ როდესაც აი პირდაპირ ნახეთ, აქ როდესაც მიმდინარეობს პროდუქტის მომზადება, ყოვლად დაუშვებელია. და ყოვლად დაუშვებელია აი ასეთი ტაფების ქონა. აი ეს ტაფები კიდე ყოვლად მიუღებელია. კონდენსატის ზევიდან ეწვეთება თუ აი ეს იხსნება და შედის საჭმელში, აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს უკვე, აი ეს ტაფა არის დანაშაული. ეხა ჭერი მოწესრიგებული გაქვთ, კედლები გაპრიალებული გაქვთ. ამაზეც დავხუჭავ თვალს, მტვერის დაგროვების ბუდია, მაგრამ კარგი, აქ არ უნდა იყოს, სხვაგან უნდა ახმობდეს, მაგრამ კარგი. დავხუჭავ თვალს, მივიღებ. ესეც არ უნდა იყოს. აი ქვაბების სუფთა მოწესრიგებული გაქვთ, მაგრამ ამოტეხილი არ უნდა იყოს. ტაფების საზიზღარი გაქვთ. ყველა ასე გაქვთ, ნახეთ? აი ესეც რა მდგომარეობაში, ყველა ასე გაქვთ აბსოლუტურად. ძალიან წუხვარ. აქაც კოროზირებული ზედაპირები. მაგრამ ყველაფერი თავდახურული აბსოლუტურად, სწორად მოთავსებული, იმიტომ რომ ქვევით არის ბოსტნეული მოთავსებული და ზევით არის პროდუქცია. მოდით ახლა ამაზე ვისაუბროთ მე და თქვენ. ამას ქვია ნაჟური წყლები. ეს ახლა უკვე ალაგებს გასურავს, გასასუფთავებელია. დეფროსტაცია უნდა მოხდეს ან გამდინარე წყალში, ან უნდა მოხდეს ამის გალღობა მაცივარში. უნდა იყოს დასურეტილ იმაზე მოთავსებული და შემდეგ ქვევით, ანუ ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს. კვერცხი ახალი, არანაირი პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ ამ შემთხვევაში თქვენთან არა და მაქვს კონკრეტულად კომპანიასთან პრეტენზია, ისე უნდა დაწეროთ, რომ მომხმარებელმა წაკითხვა, როგორც მინიმუმი შეძლოს. აი ძლივს ვიპოვე ერთი, აი ნახეთ, ძირითადად ვადები ისე აწერია, რომ მათი წაკითხვა არის ძალიან რთული და აი აქაც, აი აქ ჩანს. საკიკა, აი წამიკითხეთ რა წერია. საკი, ხო? სავარაუდოდ. საკი. ისე დააწერეთ, რომ წაკითხვა შესაძლებელი იყოს. მიდის მუშაობა, მართალია ყველა აღელვდა, იმიტომ რომ მადონა შევიდა სამზარეულოში, მე კი ვათვალიერებ აი ამ დახს, სუფთა დახლია, სუფთა მინა, ნამდვილად. აი აქ არის ჭურჭელი, ჭიქები, დანაჩანგალი და კოვზი და ასე შემდეგ და აი ეს არის პროდუქცია, რომელსაც სთავაზობენ სტუმრებს. რაღაც სულ ხორცის კერძებია, პოპულარულია. ქართველებს გვიყვარს, ხო? მაგიდები არის საკმაოდ შელახული, იატაკიც არ არის სუფთა, აი შეხედეთ. აი შეხედეთ. აი ხშირად ამბობენ რომ მუშაობის პროცესში რა თქმა უნდა ბევრი ნაგავი იყრება, მაგრამ ამისთვის არსებობს სტაფი, ანუ დამლაგებელი უნდა იყოს, რომელიც ალაგებს. ქალბატონო გემრიელი იყო ხაჭაპური, მოგეწონათ? იდეალურია. აქ ყველაფერ კარგს აკეთებენ.
და საიდან მოვდივარ რომ იცოდე ახლა შეუჭამო. აი მადლიერი მომხმარებელი რომელიც ხმამაღლა აცხადებს რომ აქ ყველაფერი კარგია და გემრიელია და ჩვენც რატო არ უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტში მაინც არის სისუფთავე. აი ხა მითხარით როდინდელია ეს ხორცები. ეს გუშინ ჩავდე. აი ქვევით კიდე ნახეთ ისა გაქვთ. კარაკი და კარაკზე რა არის დასხმული ის მითხარით. კარაკზე არის სისხლი. ნახეთ ნაჟური სისხლი. აი ხორცები, აი. ნახეთ, აი ესეთი რამეები არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. კარაკს ხო ვერ გავრეცხავთ. და მე შეიძლება აი მომხმარებლის ჯანმრთელობას რისკი შეუქმნათ. აი ამიტოა პროდუქტთან სწორად უნდა ინახებოდეს. ეს რა არის? რა ტილოა? ეს რავი ჟარუნა გაიღეთ. ეს არის ყოფილი მაისური, ხო? ნუ ვიღაცას მაისური ეცვა და მე ტილოთ ხარ ბავშვის კი არა, ვისიც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ქვილი სწორად არის მოთავსებული სიმაღლეზე არის და არ არის პირდაპირ იატაკზე. მესმის რომ პატარა ტერიტორია გაქვთ და ნუ სხვაგან ვერსად ვერ წაიღებთ და ჩანთები სამზარეულოში გაქვთ. აბლაბუდები არ არის და ჭერიც დასუფთავებული და მოწესრიგებულია. კონდენსატს იმედია გაასუფთავებენ. კარაკი არის გასალღობად დატოვებული და მე დააფასოვებთ და იმედია არ ჩადებთ მაგ რო არ დაისვაროს. პროდუქტ ყველას ეტყობა რომ არის ახალი. იცით რატო ვერდებთ? იმიტომ რომ მაგმაცივარი გასარეცხია, გასალღობია და ის ყველაფერი ამოსაწმენდი და მე ძალიან კარგად ჩადებთ. ამიტომ მე თქვენ ადგილზე ვისარგებლებდი ამ მომენტით და გავრეცხავდი მაცივარს. აი ეს ნიჟარა ნამდვილად არ მომწონს. ამ ღრუბლით თქვენ ეთყობა ნიჟარას წმინდავთ, მაგრამ მომხმარებლისთვის ეს არ უნდა იყოს არც ეს საშუალებები, ეს ღრუბელი და ეს ყველაფერი. ხო, ხელსახოცები არა გაქვთ. მუშაობს? დავიბანო ხელები. კი, მუშაობს ნამდვილად. აი რა გითხრათ, სისუფთავი დიდად ვერ დაიკვეხნის ეს კვების ობიექტი. სწრაფი კვება ლიუბლიანას 76 ნომერში, ეს არის ქუჩის ბოლოს, თოდუას კლინიკის წინ. ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ. ისეთი სისუფთავი დამხვდა, მე მგონი მადონამაც საკმაოდ ბევრი შენიშვნა მისცა, მაგრამ თუ მოინდომებენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი სისუფთავეც ეკნებათ, აი ამ იატაკს რო უყურებ არ შემიძლია, რამდენი ნაგავი ყრია. მაგრამ ნუ ეს არის რაც არის. იმედია რომ გამოასწორებენ, იმედია რომ ყავთ დამლაგებელი, რომელიც ამას ყველაფერს მოაწესრიგებს და იმედია რომ თვითონაც ყველაფერს სუფთად და ხარისხიანად დამზადებენ. გემრიელად მიირთვით, ყველა სტუმარს მინდა ვუსურვო და ხოლოდ ის გადამრჩენია რომ შეგახსენოთ რომ ჩვენ ვართ ახლა ეგრეთ წოდებულ კლინიკების ქუჩაზე, ლიუბლიანას ქუჩაზე, თბილისში.